Ეხლა კი მესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გვერდობა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ამირან, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პაվել ჰერჩინსკის განცხადებას შესაძლოა რამდენიმე პლასტი ჰქონდესო, ამბობენ ექსპერტები. ევროკრატების დავალება, დიპსტეიტის ხელწერა, რადიკალების გამხნევება, არეულობის სურვილი და ასე შემდეგ. მოკლედ, პოლონელი ჰერჩინსკისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში არეულობა, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მივესალმები იმედის მაყურებელს. ახალი არაფერი არ ხდება არც ჰერჩინსკის მხრიდან, არც ზოგადად ჩვენი ოპოზიციის გარე პატრონების მხრიდან. დიდი ხანია ყველაფერი ცხადზე ცხადია, რატომ ჭირდებათ აქ ყურმუჭრილი და იოლად მართვადი ხელისუფლება. რაც შეეხება თვითონ ჰერჩინსკის განცხადებას, მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხყოფელი. მე სოციალური ქსელითაც გამოვეხმაურე, როგორც კი წავიკითხე ეს განცხადება, რაც შეეხება ბნელ წარსულში დაბრუნებას და თქვენი ეთერით ვისარგებლებ და დავამატებ. ბნელ წარსულში ვიყავით ჩვენ და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანში. აი ეს იყო ბნელი წარსული და ვარი უთხრა ამ ბნელ წარსულს საზოგადოებამ და თუ ხელისუფლება შეიცვლება, როცა შეიცვლება, უნდა შეიცვალოს უკეთესით, არა რევანშისტული ძალებით, არა გარედან მართული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებით, არამედ უკეთესით. ხელისუფლება მოქმედი ყოველთვის უნდა შეცვალოს უკეთესმა და არა ზუსტად მაგ ბნელმა ძალებმა, ვისაც თავზე გვახვევენ და არ მიიღებს ამ სცენარს არასდროს საქართველოს მოსახლეობა. მე რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს უკვე რომ დარწმუნდნენ ამაში და ძალიან კარგად დაინახეს 2024 წელსაც წაიკითხონ უკეთესად ეუთოოდირის დასკვნა და მოусმინონ უკეთ იმ ბრიფინგს, რომელიც ეუთოოდირმა მაშინ თბილისში ჩაატარა. ყველაფერი ითქვა მკაფიოდ, მაგრამ არ ეგუებიან. როგორ ფიქრობთ, რევანშისტვის იმზადებიან ევროპიუროკრატები? ჩვენც არ მივიღებთ. იმიტომ რომ აი კალასის განცხადებები, ასევე ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადებები ამას გულისხმობს თქვენთვის. ხო, რა თქმა უნდა, ჰერჩინსკი ხო თავისით არაფერს ის არის ელჩი, იღებს დავალებებს და ატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც და კონკრეტულად ამ შემთხვევაში კაია კალასი არის მისი უშუალო ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ავალებენ, ხო? მკაფიოდ თქვა ჰერჩინსკი, რაღაც უნდა მოხდესო, ხო, უახლოესი კვირეების და თვეების განმავლობაში და თუ შევადარებთ ახლა ჩვენ ახალი ეგრეთ წოდებული, ახალი ბჭყალებში ეგრეთ წოდებული ახალი ალიანსის განცხადებებს, აი გვარამია რასაც ამბობდა, რომ 26-ში თუ ვიქნებით ბევრნი და ასე შემდეგ, რაღაცა მოხდება ახლა. არაფერი არ მოხდება. ისევ 4 ოქტომბრის ავანტიურის მზადება მიდის, როგორც ჩანს, ახლა ჩაუვარდებათ ესეც. ცალკე თემაა ის, რომ ამას აკეთებენ 26 მაისს, რომელიც არის საზეიმო დღე მთელი ერისთვის და იქ არ უნდა იყოს რაღაცა პოლიტიკური აქციების ადგილი, არც დრო არის და არც ადგილი. 26 მაისი, 9 აპრილი და არის ასეთი დღეები ჩვენს ისტორიაში, როცა მთელი ერი წესით ერთად უნდა იდგეს ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაგრამ ჩვენ ოპოზიცია არ აყვავს, ჩვენ გვყავს გარედან მართული პოლიტიკური დივერსანტები და ალბათ ამისთვის ემზადებიან და ჰერჩინსკის მინიშნებაც ალბათ ეს იყო, რაღაცას ამზადებენ, პლუს აქ ბლაჟევიჩთან კონტაქტიც არის. ბლაჟევიჩთან და შეიძლება იკითხებოდეს რაიმე ხელწერა მისი ინსტრუქტაჟის? ხელწერა არა, პირდაპირ სამზადის ახლა რისთვის ხარჯავენ ეს ბლაჟევიჩი ხო ტყუილად არ მუშაობს, არა, ანაზღაურებას იღებს. ვისგან არ ვიცი, ეწოდინება ალბათ შესაბამის სამსახურებს, მაგრამ დროს ტყუილად ხომ არ ხარჯავს. ერთი რამ ვერ გაიგეს საერთოდ, რომ ეს უცხოელი PR ტექნოლოგები უცხოელი ინსტრუქტორები, რევოლუციის მომწყობები, ეს აკერმანი იქნება, ბლაჟევიჩი თუ იმითი დაიწყეს ადრე რუსი პოლიტექნოლოგის სკლიარო ვიყავდათ საპრეზიდენტო არჩევნებზე. და აგებენ ყოველ ჯერზე, აგებენ PR-ში, უცხოელი PR-შიკები, ბოდიში ჟარგონით რო ამბობ, აგებენ ქართულ PR-შიკებთან, ქართული ოცნების და უცხოელი
დაქირავებული ინსტრუქტორები რევოლუციის მოწყობის აგებენ ქართულ ხალხთან და სპეცსამსახურებთან და კიდევ წააგებენ. სანამ არ ისწავლიან პოლიტიკოსობას, სანამ არ ისწავლიან ოპოზიციონერობას, სანამ არ გაიაზრებენ წარსულს. გულისხმობ წინა ხელისუფლება ჩვენ ხო ოპოზიციაში გვყავს ახლა ეს ალიანსი ვინ არის გვარი ჩამოთვლას ახლა დროს არ დავკარგა უბრალოდ ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა აპირებს ამდენ პარტიად გაიშლებიან. მაგალითად სააკაშვილმა თქვა რომ არანაირ არსად გასვლას არ ვაპირებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ დაიშლებიან თუ გაიშლებიან? არა რა თქმა უნდა. ნუ დავალება აქვს მიღებული გაერთიანების და დაფინანსება როგორც ჩანს არის აი ამ ერთიანი ალიანსისთვის და არა ცალ-ცალკე დაყოფილი რაღაც პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ხო, ამაზეა დაფინანსება, ესაა დავალება. ამ მიმართულებით მუშაობს ალბათ ბლაჟევიჩები, არ ვიცი კიდევ ვინ ყავთ დაქირავებული და შესაბამისად რა დავალებაც აქვს იმის მიუხედავად რომ ეზიზღებათ ერთმანეთი აი ჩანს პირდაპირ პოსტებით, განცხადებებით, კომენტარებით, მაინც მოუწევთ ერთად ყოფნა. ახლა იქ ვიღაცა სააკაშვილის წინააღმდეგ რაღაც თქვა თუ დაწერა, ნუ გადათელავენ, ბოდის მოახტევინებენ, ერთს მოახტევინეს უკვე ფაქტობრივად უკან წაიღო თავისი სიტყვები, ახლა მაგ გვარების დასახელებაში არ შევალ. არის ეს სცენარი. არჩევნების შემდეგ ისევ დაიშლებიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, თუ მიიღებენ ასეთ დავალებას. სანამ არ მიხვდებიან იმას, რომ წარსულის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ, ვისაც არ აქვს უფლება პოლიტიკაში ყოფნის, რომ დატოვოს უნდა პოლიტიკა, რეალურად უნდა განახდეს ოპოზიცია და პოლიტიკური ველი. ახლა არ შეიძლება 10ჯერ არჩევნები წააგო და მაინც ერთი და იგივე ხალხს ახვევდეთ თავზე საზოგადოებასთან. ნუ ახლა თუ აწყობთ ეს თამაში, კი ბატონო, ითამაშონ ცალკარში გამოდის თამაში და ისევ წააგებ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საუბრობდა. ასეთი იყო მოვლენათა განვითარება ამ დროისთვის.